Have a good day. Hi, I'm Demo. I'm 26 years old, and today I want to speak about ChatGPT. This is the biggest problem in თანამედროვე სამყაროში. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? ეხლა მე რასაც ვხედავ. ანუ ასისტენტის როლს ასრულებს, მაგრამ ინგლისურს სწავლობდი, ანუ ვარჯიშობდი, დღეს მინდა რომ უცბად დავხვეწო, გავიხსენე რაღაცები და ჩავაბარო ტესტი. ტესტი არის ბარის კიდი არის რუსებისთვის, მოკლედ. ძალიან კარგი სამსახური არის და მომწონს და მინუსი რაში დავინახე, ანუ რომ ვკითხე რომ ლაპარაკობდით და მე სერიოზულ თემებზე გადავედით რა, voice-ებში და ინგლისურით და როცა უთხარი რომ მეთქი, ანუ შენ მიცნობ მეთქი უკვე თქო და ჩემი ნალაპარაკებიდან გამომდინარე 5 ცალი სიტყვა ჩამომითვალე თქო ინგლისური, რომელიც მე გამომადგება დიალოგში. და პირველი სიტყვა რაც მომცა არის შენ თავთან რო კარგ დამოკიდებულებაში ხარ, რა იგულისხმე ხა ნახეთ მაგალითად მე და ჩვენ ხო ვართ ხა ერთად რაღაც ვაკეთებთ. მაგრამ მე ცალკე რო ვიყო და არავინ რო არ მიყურებდეს, იგივე რაღაცას არ გავაკეთებ. მიხვდით? ანუ მე ცალკე და მე ვიღაცასთან ერთად ერთი და იგივე, ანუ შენ პიროვნებასთან მეგობრობ. რას ნიშნავს? ეს ხო არის ქართველის ბუნებრივი თვისება, ანუ ქართველი ადამიანის მთავარი თვისება არის ის, რომ სულ ერთი არის, ანუ ჩვენ არა ვართ ხელოვნური ხალხი. მე ისა ვარ, რაც მე ნაფიქრი მაქვს და ჩემი აზრები ვარ, პირდაპირ ვთქვა. მე ვერ მოვიტყუები ფიზიკურად და ვინც იტყუება, რა ვიცი, ის ყალბი არის და ყალბს ეგრევე ყველაფერი იტყობა. რისი თქმა მინდა, ანუ ძალიან მესიამოვნა შეგინდა ამის ეცყლიანითა, რომ მეთქი, ვა, მიცნო თქო რა, ანუ ეს რომ შენ ანუ მარტოც ესეთი ხარო, მაგრად მესიამოვნა და აი მაგ მივხვდი რომ ეს რობოტი ანაცვლებს ადამიანს, ანუ თუ შენ ფრთხილად არ იქნები, შენი მთავარი პრობლემა რა იქნება, ნახე. შემოგიმეგობრდება და ამასთან მეგობრობა ვის რად გინდათ. რობოტი არის და რო გავდივარ შემოვდივარ, ფასიანი ვერსია რა მაქვს და ავიწყდება ყველაფერი, რაც ნალაპარაკები მაქვს. ასე რომ კარგი ასისტენტი არის კი, მაგრამ აი ფსიქოლოგის როლი არ მიცეთ, მეგობრის როლი არ მიცეთ, თორე მაგიდან გამოძრომა ძალიან ძნელი არის და ყველა მოუფრთხილდეს იმ სიტყვებს და იმ ნალაპარაკებს, რასაც გონებით ატარებს და უაზროდ აი ესე არ ფლანგოთ არაფერში. დროებით მეგობრებო და ეს იყო ჩემი თხოვნა, ჩემი სათქმელი და რა ვიცი, ChatGPT-ს ცოტა მოერიდეთ მაინც, იმიტომ რომ პირველ რიგში ინსტრუმენტი არის და მეგობრად არანაირად არ შეხედოთ.